როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს რაღაცა ისე სპონტანურად მომინდა, რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ტაროები, რაც პირად კონსულტაციებზე მაქვს და ეს ჩემი ბებერი ტაროა, ჩემი ფავორიტი. ესე, რა თქმა უნდა, არ იქნება ერთვარიანზე, რომელიც თქვენ ენერგეტიკულად მიგიზიდავთ. რომელიც თქვენ ენერგეტიკულად მიგიზიდავთ. ახლა გაჩვენებთ. უფრო ახლოდან შეიგრძენით ენერგეტიკა, არ გეგონოთ თქვენ ტარო უსულო საგანი, საერთოდ არ არის ასე. შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სხვადასხვა ადამიანი. თუ არის ამის საშუალება, რა თქმა უნდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ იქნება ეს პრობლემა. შეიძლება ესეც გქონდეთ, რომ ერთ ადამიანზე გეძახდეთ რამდენიმე ტარო. და კონკრეტულად ნახოთ ჩვენ. საით წაიყვანს ამ ურთიერთობას. იქეთ, აქეთ, შუაგზაში თუ როგორც ყოველთვის. და რა თქმა უნდა, ყველას უღმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის. ყველაფრისთვის გოგონებო. როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი და ნახოთ აბა ეს ვარიანტები თუ გაგვაბედნიერებს ახლა. მეც თქვენთან ერთად გავიხარებ კარგ პასუხებზე. როგორ წაიყვანს ამ ურთიერთობას? მიერება ამოხდა პირდაპირ ავქნათ ახლა. ვინც ჩაიფიქრა. ეს ვარიანტი, აქ ეს პირველი პასუხი უნდა დავდოთ აუცილებლად. ამას ჭირდება დრო. დრო ჭირდება. ჯერჯერობით არსად არ წავა ეს ყველაფერი, ბუნებრივად უცვლელი იქნება, თუმცა ექნება მოთხოვნილება, როდესაც მოემატება ემოცია და გრძნობა. რაღაცნაირად უცებ აფეთქდება ყველაფერი მასში და მიხვდება, რომ თქვენს მიმართ იმდენად დიდი გრძნობა აქვს და იმდენად სტაბილური, რომ ამასობაში კი მიხვდა ამ ყველაფერს. ამიტომ ჯერჯერობით დატკბით. არაფერზე არ ინერვიულოთ, თუ ყველაფერი გაჩერებულია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე არ დაიწყება. ეს ურთიერთობა მაინც განწირულია იმისკენ, რომ ისე როგორც იწყებოდა, ვერ გაგრძელდება ვერაფერი და ჭირდება განახლება და ტრანსფორმაცია. ტრანსფორმაციას მოყვება მოწყენა, კრიზისი და ეს ბუნებრივია, თუმცა როგორ განვითარდება ყველაფერი? ძალიან კარგად განვითარდება. უფრო იმით, რომ მიხვდება, რომ თქვენს მიმართ აქვს ძალიან დიდი გრძნობა და სიყვარული, როგორი სიყვარული იცი? ჩახუტება რომ მოუნდება ადამიანი, რომელიც ჩახუტების მანერით გაგრძნობინებს, რომ უყვარხარ და მისი ადამიანი ხარ. ასეთი ვითარება ამ უკეთილშობილეს ტაროზე, რომელსაც ყველას ეშინია, მაგრამ საოცრად კეთილია. შეეხება ილუმინატებს. ამას ჩემს ხასიათთან გამგვანებ. დაგინდობს მოკლედ ისე გეტყვის ყველაფერს, მაგრამ მე, პროგრესი გავაკეთე და ესეთი პირდაპირიც არა ვარ, თუმცა ყველაფერს ისევ საუბრობ, მაგრამ თლათ ადრე რო ვიყავი, ისე არ ვარ. ნახოთ აბა. ამას ვერაფერს ვერ გამოვაპარებ რეალურად. საით წაიყვანს ურთიერთობას? საით როგორი კარტებია, მეთო ჩემო, რა ვთქვათ, არ ვიცი რა ვთქვა თქვენთან ერთად. ამ ურთიერთობაში დასრულებული თუ არის ყველაფერი, უფრო აქ არის დასრულებული ურთიერთობასაც არაფერი არ აშველება ჯერჯერობით. და ამ ეტაპზე აქ იქნება ბუმერანგების ფრიალი ჰაერში. არსად არ წაიყვანს ურთიერთობას, ყველაფერი ბუნებრივად ისეც დასრულდა და უფრო მეტად გამძაფრებთ კონფლიქტური გარემოთი და სიტუაციებით და ერთი სიტყვით აქ ყველაფერი დარჩება სამწუხაროდ უცვლელი. ამიტომ საით წაიყვანს, თუ დასრულებულია ყველაფერი ან კონფლიქტში ხართ, ეს ჯერჯერობით არ მოგვარდება. და არც უნდა, ნახე დღეს ამ ადამიანს არ აქვს იმის სურვილი, რომ რაღაცა მაინც მოაგვაროს.
ვნახოთ. საით წაიყვანს ურთიერთობას? საით წაიყვანს ურთიერთობას? საით წაიყვანს ურთიერთობას? აი, ყველაზე მგონი, აი ნახე, ესე მგონია, რომ ერთი ვარიანტია ყველაზე. ნუ აქ ერთი დადებითი რამ არის, რომ პაუზა აქაც უკონტაქტოა მისი მხრიდან განსაკუთრებით, შეიძლება ორ მხრიც იყოს, მაგრამ მისი მხრიდან მე ამას ესე უყურებ. გამოღვიძების პერიოდი დაუდგება აუცილებლად და ესე რომ ვთქვათ, გადაჭრის სამ საკითხს, უმოქმედობის საკითხს, რასაც არ აკეთებდა და არ ქონდა ამის სურვილი, ეს ისეთი ადამიანია, რომელსაც უნდა აკეთებს, არ უნდა არ აკეთებს და ვერამდე ვერაფერი ვერ აიძულებს. მოიმოქმედებს ეს ადამიანი ყველაფერს, რაც კი შეუძლია, რომ სიტუაცია გააცოცხლოს, გააფერადოს და იმოქმედოს. იმიტომ რომ ამის სურვილი მოვა. ახლა და ამ ეტაპზე ამის სურვილი ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ აუცილებლად მოვა ის და გადაიჭრება ის საკითხი, სადაც არაფერი არ ხდებოდა და არის ისეთი სიჩუმე, რომ რაღაცა აუტანელი სიჩუმე რო არის რაღაცა. არ ინერვიულოთ ამ საკითხზე, ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ ადამიანის დამოკიდებულებას უყურებთ. ასეთი იყო. თუ მოგწონთ ისე მსგავსი, მე არ მომწონს, მაგრამ რაღაცა მომინდა. რატომ მომინდა, იცი? ნაკადში ვარ და როგორ შეიძლება სამივე ტარო ეხლა გადავჩეხო, ნაკადში როგორც ტაროს ხილიდან ვერ უშვებ. და მოკლედ. ესე შემოგთავაზეთ, მეც კმაყოფილი ვარ, იმედია თქვენც კმაყოფილი ხართ და ყველას გელოდებით კომენტარებში. დროებით.